ვინდა სასოება გისურვებელს, ანუ იმედი ღვთისა. იმედი ღვთისა ეს არის ის აუცილებელი წყარო ჩვენი არსებობისა, რასაც რის გარეშეც ჩვენ ვერ ვიარსებთ. ანუ იმედი ჩვენ იმისი კი არ გვაქვს, რომ გვექნება ბევრი ფული, ანუ ის ვერ კი არ გვაქვს, რომ ჩვენ ბევრი ნაცნობი გვეყოლება. ან იმის იმედი კი არ გვაქვს, რომ ჩვენ ბევრი რაღაცა გეგმებს, ბევრ გეგმას შევადგენთ, რაიმე ორგანიზაციაში გავერთიანდებით, როგორც ბევრი ორგანიზაცია საიდუმლო თუ ცხადი ცდილობს, რომ თავისი ეს ვთქვათ ორგანიზაციის ძალით, კულისებით ამ ორგანიზაციის კონსპირაციით ცდილობს, რომ რაღაცა გეგმები და რაღაც ვთქვათ მიზნები აღასრულოს. არა, ჩვენი იმედი არც პოლიტიკაშია, არც ფულშია, არც ძალაუფლებაშია, არც ნაცნობობაშია, არც თუნდაც ჩვენ სხეულებრივ ძალაში და ჯანმრთელობაში. ჩვენი იმედი არის უფალ ჩვენ იესო ქრისტეში. აი ვისი არის ჩვენი იმედი. ამიტომ ღმერთი ყოველგან არის, უნდა ვიცოდეთ, ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს მადლითა მისითა. ყოველგან არის. ქრისტე ეს ის ღმერთია, რომელიც იწოდებოდა ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. ზე ღვთისა, რომელიც გამოცხადდა, ანუ ღმერთი, რომელიც ღმერთი ყოვლის შემოქმედი, ყოველგან მყოფი და ყოველგან არის ღმერთი, როდესაც ერთი წმინდა მამა მეორე წმინდა მამასთან, მის მასწავლებელთან ერთად დიდ მგზავრობაში იყო და ზღვის პირას გაუთავებელი, ასე ვთქვათ, გზის პირას იყვნენ, სადაც არ დამთავრდა ეს ზოლი ზღვისა, წყალი მოწყურდა საშინო. მარილიან წყალს ზღვისას კი ვერ დალებ, ხო? მისმა მოძღვარმა უთხრა, აიღე შვილო, აბჩა, ამოიღე ზღვის წყლიდან, ტალღა გამოაგდებს წყალს და ამოიღე წყლიდან. ამოიღო მან და გადასახა წმინდა მამამ ჯვარი, დალია და მტკნარი წყალი იყო. ეს რა საოცრება არისო, მოდი მოვიმარაგოთო ჩემო მოძღვარო, ჩემო მასწავლებელო, რომ შენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ამ გზის, ამ ზღვის ზოლის, ასე ვთქვათ, სანაპიროს დასასრული არ უჩანსო, სანამ ჩვენ ამას გავალთო, კიდე რამდენჯერ მოგწურდებაო. მოდი მოვიმარაგოთ. რას შვებიო, შვილო, რას იმარაგებო? ეხლა არ გადავსახე ჯვარი და წყალი არ იქნაო, მარილიანი მტკნარათო. სადაც ეხლა გავაკეთეთ ესო, ღმერთი ყოველგან არის და სადაც აქ მოგცა ღმერთმაო, მისი იმედი იქაც წინ დაგვხვდება. ანუ ღმერთი ყოველგან არის და იგივე ღმერთი, რაც რომელმაც ის წყალი მარილიანი უქცია მტკნარად, იგივე ღმერთი მომავალშიც მარაგის მიუხედავად უქცევდა მას ისევ იმ მარილიან წყალს მტკნარ წყალს. ასე რომ ჩვენ იმის იმედი კი არ უნდა გქონდეს, ჩვენ რაიმეს დავაგროვებთ, რაღაცას მოვაგროვებთ, რაღაცას შევინახავთ და მერე მშვიდად ვიქნებთ, როგორც ეგეთი გავშია, ერთ-ერთ სახარების იგავში. ნუ ეხლა მე ძალიან ბევრი შემოსავალი მაქვს, ბევრ ფულს შევაგროვებ, ასე თუ ხეშად რო თქვა, უტრირებას ვაკეთებ, ბევრ რაღაცა განს დავაგროვებ, ბევრ პროდუქტს დავაგროვებ, მერე შემიძლია ვიყო მშვიდად, ვიშობდე და ვიხარებდე. რა სიშვებდე, რა სიხარებდე, ხვალ ჩემთან იქნები უფალეუნება, ხვალ მიგიღებე შენ სულსო. რა იცი საცოდავმა ადამიანმა რა უნდა დააგროვოს საცოდავმა ადამიანმა, რომ მან იმის იმედი ქონდეს, რომ დაგროვებული ცხოვრდება. თუ პრინციპი ჩვენი არსებობისა ბიოლოგიურ პროდუქტშია, რა თქმა უნდა, ჩვენი არსებობის პრინციპი და მარხვაში უსვათ ამას ხას, არსებობის პრინციპი ჩვენი არა ბიოლოგიურ პროდუქტში, არამედ ჩვენი არსებობის პრინციპში, პრინციპი ღვთაებრივ პრინციპშია, ღვთაებრივ ცეცხლშია, რომელიც ცეცხლ გამნეველა არის, ღმერთშია. აი ჩვენი იმედი რა არის და ვინ არის? და არა რაღაცა ჭამა და სხვა. ამიტომ არის ნათქვამი. მოვიფიქრებთ და ნუზრუნავთ იმაზე, რა ჭამო და რა ჩაიცვათ, რა დაიხუროთ. არამედ იზრუნავთ იმაზე, ვიფიქრეთ იმაზე, რაც არის სიმართლე ღვთისა და სასუფეველი ცათა. სასუფეველი ცათა და სიმართლე ღვთისა. აი ეს კი ყოველივე მოცემული არის სახარებაში. ამიტომ მინდა რომ დღეს განსაკუთრებით იმ დღეებში, რომლებიც სულიწმინდის მოფენობას უსწრებს სინ, ეს საოცარი სინთეზი, რომელიც მოხდა ეკლესიის დაარსების სახით, უნიტარული სინთეზი, მე ვიტყოდი, სინთეზი უზარმაზარი თვით გამოცხადებისა ღვთისა კაცობრიობისადმი, რომელიც მოგვეცა ჩვენ და რომელიც გვირგვინდება სულთმოფენობის მიერ, აი ეს სულთმოფენობის დღესასწაულის განცდა და თანაგანცდა ქონოდა ჩვენ, როდესაც ადამიანში მთლიანდება და ერთიანდება ზეცა, ადამიანი და მიწა, დედამიწა, მიწიერი სამყარო, ადამიანი და ზეცა. აი ეს სამი სიმწყე, ეს ერთი ღვთის ქმნილება, ღვთის მიერ ერთი განთობილი
ეს სამმაგი, ესე ვთქვათ, სივრცე, რომელშიც სულიწმინდა შემოვიდა და სულიწმინდამ განაღმრთო და რასაც მოასწავებს შემდეგ იმ მალახების მოფენა ეკლესიაში, რომ ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს და მართლაც ვამბობ ჩვენ სულიწმინდისაბულოსვას, ხო? მეუფეოზესა და უგეშინის ცემულოსო შეშმაკებს და ასე შემდეგ. ამიტომ მოდით სულიწმინდა გვარავდეთ და ეს სინთეზი, მთლიანობა, ერთიანობა მოგეპოვოთ. ღმერთი ყოველგან არის. იმედი ჩვენი გაუსრულებელი არის. ჩვენი იმედი მუდამ ღმერთია და მუდამ სადაც ვიქნებით, ყოველთვის ღმერთის თანადგომა უნდა ვიგრძნოთ. განსაკუთრებულად მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, განსაკუთრებით წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მრევლთ უნდა ქონდეს განცდა ღვთის ახლო მყოფობისა, მასთან მისი ახლოს მდგომობისა. განსაკუთრებით უნდა ქონდეს განცდა ღმერთის ახლო მყოფობისა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მრევლს, ამ მშობლი მადლის ტაძრის მრევლს. ვისაც ეს არ აქვს, უნდა იმუშაოს, უნდა ილოცოს, უნდა ევედროს, ითხოვდეთ და მოგეცეთ, რომ სრული მადლი მიიღოთ, სრული სიხარული მიიღოთ ამისათვის. მადლობისა ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარულისა და მამისა და ზიარება სულისათვის იყოს თქვენ ყოველთა ხანა. ამინ. მოხდა დაგლოცოთ და გაგახაროთ ზახსი მოგდეთ ის სადილებლად და სული საცხოვნებლად. თქვენთან ერთად